ჩვენი დღევანდელი შოუს სტუმარია ცნობილი მსახიობი არა მარტო საქართველოში, არამედ გერმანიაში, ბატონი რევაზ ჩხიკვიშვილი. Break up and listen to the music. You got to let yourself know, no. I can't wait for Saturday to begin. And everybody does. ბატონი რეზო, ბატონი რევაზ, ბატონი როგორ აი რეზო რა. რეზო, ხო, რევაზი ახლა. ხო, ჩვენ ყველას გვახსოვს, ჩვენ ყველას არა. ჩემი თაობის და უფრო მაღლა წარმომადგენლებს ძალიან მაგარი ქართული სპექტაკლი დარაბებს ვინმე გაზაფხულია, სადაც თქვენ მთავარ როლს თამაშობთ. გვახსოვს, ხო? მე შეკითხვა კი არ არის, რიტორიკული შეკითხვაა. ანუ გვახსოვს, კი ბატონო? და იქ პირველად ქართული თეატრის ისტორიაში სცენიდან ვნახე მოეროტიულო ამბავი. ანუ როდესაც თქვენ ეუბნებით თქვენს პარტნიორს, გაიხადე, რაღაცნაირად ჟუანტელის მონგრელად ეუბნებით, გაიხადე. არა, რაღაც იღებთ ხოლმე, იღებთ ესეთ სახეს, გაიხადე. და რა და მე უკვე ხდით, ხო? იყო ეს მომენტი, ხო? ზეზურამ როგორ გაუშვა ეს, რანაირად ხდებოდა? შემოშავა ჯებოდიში მინდა მოგიხადო და მაყურებელსაც რომ აი ძალიან დაღლილი ვარ ამ წუთას მოდივარ გადაღები და თუ ჩამეძინა უბრალოდ არა თუ ჩაგეძინათ იმღერებს ვინმე ჩვენიანი და გაგეღვიძებათ ნამდვილად არ არის პრობლემა კონდა აი მართლა ღამის გადაღება და აი მთელი ეხლა ჩამოსული ვარ ვიღებთ ქართულ მხატვრულ ფილმს ექვთიმე თაყაიშვილზე რომელსაც ქვია თქვენ თამაშობთ ექვთიმე თაყაიშვილს, ხო? მე წილათვთა ბედნიერება რომ ვითამაშო ექვთიმე და ეს არის ექვთიმეს ცხოვრების ფრაგმენტებზე აგებული სიყვარულისა და განძისა და სიყვარულის ისტორია, რომლის ისტორიაც იწყება თბილისში 1918 წლიდან, არა უფრო ადრეც და შემდეგ ემიგრაცია საფრანგეთში. მე მინდა გითხრათ ყველას რომ აი ამ ფილმის მხარდაჭერა გვინდა მაყურებელს, იმიტომ ეს ისეთი თემაა, რომ უბრალოდ მინდა რომ ყველამ ნახოს ახალგაზრდაც და ასაკში შესულმაც და აი 2 დღეში, 2-3 დღეში იქნება ჩვენი ვებსაიტი ekvti.me და იქ ნახავთ ყველა ინფორმაციას ექვთიმეს შესახებ. უბრალოდ ეს მართლა მინდა რომ ეს ჩვენი მისია გადამღები ჯგუფის, როგორი მისიაც გქონდა ექვთიმეს რომ მიკრო ქვია დაებრუნებინა განძი საქართველოს, ჩვენი მისია რომ აი ეს ამ კაცის წარმოადგინოთ ცხოვრება და მისი მოღვაწეობა. აუცილებლად ნახავთ და დიდი მადლობა იმისთვის რომ ესეც საქმეს აკეთებთ. ეხლა გადავიდეთ ხო, რაც კითხეთ იმას. ერთი ძალიან კაი მომენტი მახსენდება. შეიძლება მოგიყვე? მე ჯერ არ მომიყოლია ეს და ეს სხვათა შორის ეხლაც რო ფიქრობ, როგორ გადავრჩი მაშინ საერთოდ მე არ ვიცი რა. ესე იგი წარმოიდგინეთ, ხო, 24-ის ვარ ამასობაში თუ 25-ის და ვითამაშე. არა, დამსახურებული გავხდი 80 არა, რითი ვარ დამსახურებული მირზა გელოვანი ვითამაშე ფილმი. და მირზას როლში მომანიჭეს კომკავშირის პრემიის ლაურეატობა და ეს მაშინ იცი რამხელა წოდება იყო. აუ, დიდი ამბავი იყო, რას ლაპარაკობ. ხო, შევდიოდი თამამად აი ამ კომკავშირლებში და მირზა გელოვანი იყავი. ხო, მირზა გელოვანი ვიყავი და პატრონელს ხო არ დაისვენეთ ქობულეთში და საგზური ხო რატო ვარ რაღაცა და იმათ ქონდათ ერთი რაღაცა მთხოვეს რომ ეხლა ხანდახანო ყრილობა იქნება თუ რაღაცა გამოდიო რა შენო და რაღაც ან ლექსი წაიკითხე ნუ მე ვთქვი კარგი მაგას მიზა იმიტომ რომ კომკავშირის პრემია მივიღე და ფულად და ჯილდო მივიღე 100 მანეთი დიდი ფული კაი მაყუთი იყო მაშინ თან სამაინდიანები დამითვალე მაშინ დოლარი იყო 67 კაპიკი მართლა გეუბნებით შალვა და მოკლედ კომკავშირის 32 ყრილობა არის რა 20 მახსოვს იმიტომ რომ იმ დღეს ადამავიწყებს როგორ ავარ ცოცხალი რა ხო და დარბაზში არიან ძალიან გამოჩენილი ყველა ჩვენი პრომინენტი ყველა და მთელი მთავრობა კომკავშირის მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე, სოსო ორჯონიკიძე, ვინც იყო პირველი, მეორე, მოკლედ და 32 ასე აწერენ მე მიმყავს ეს ღონისძიება
მე მიმყავს ღონისძიება და დარბაზი გაჭედილია, შემოდის 200 ადამიანი, იმით სპორტულად ჩაცმული და ბოლოს მაგ ესეთი ლოზუნგები თეზისები უნდა წარმოვიძახო, რომ გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს. ვაშა, მე ვიძახი ჯერ ვაძლევ იმას. ვაშა. ვაშა, იწყებან, ხო? რა, მაგლეთ მეფე ვარ რა, მიმყავს იქა. გაუმარჯოს ამას და ნუ პარტიას და კომუნისტ მთელი რაც არის 32 ყრილობას და ეს ეხლა დავიმახსოვრე და ცოტა წავივარჯიშე. მაგრამ რომ მივედი იქა ისო რეზო მოდი ერთი ეს ფრაზაც მიაწერეო რა, ეს ბოლო აი ეს არ გამოგჩესო რა და კი მეუთხარი რა უნდა თუ ამას კითხულობ ეს ხელით მიაწერეს ხო? ხო, ხელით მიაწერეს. ხელით მიაწერეს და ნუ მოკლედ წავიდა ეხლა ეს. გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას. ვაშა, გაუმარჯოს საქართველოს კომკავშირს. ვაშა, კომკავშირის 32 ყრილობას. ვაშა და მიუახლოვდ იმას და ის ფრაზა იყო გაუმარჯოს საბჭოთა კავშირის ურღვევ კავშირს. ხო? და ეხლა რა უნდა საბჭოთა კავშირის ურღვევ? გაუმარჯოს საბჭოთა კავშირის ურღვევ და დამავიწყდა სიტყვა. ამავიწყდა სიტყვა და აი აქ უკვე ვეღარ ვიპოვიდი, აი რაღაცა და ურღვევ რღვევა. მაგრამ რღვევა რო ვთქვი, აი რა მომივიდა, ეცი აი მოუკვდი, მაგრამ რღვევაშა. აი ამით ჩემი, აი უცბად ხალხი გამოვაშტერე რა. აი ეს ჩაიკარგა. ვაშა და რო შევხედე ამ დარბაზს და იმას, აი ედუარდ შევადა ნამდვილად იფიქრეს რომ არა რაღაცა ყურში მაკლია უკაცო ეს რაღაც ცუდი რამე მოგვესვა თორე ვერიჯდებოდით აქ კიდევ კარგი ეს ვაშაპი ხო არა და კი მითხეს მე რა იყო რღვევა არა მე ვთხარი და დამება მეთქი მაგრამ რღვევავთ ესე იგი როდის გავარღვი ეს თქვენ დამსახურება ხო გარდა საბჭოთა კავშირისა ბევრ სხვა უკეთეს ქვეყანაშიც ყოფილხართ ეს არის იაპონია და იაპონიაზე მინდა რომ რაღაც გაიხსენოთ იაპონიაზე არის ერთი სასწაული რაღაც 1991 წელს დავდგით იაპონური ავტორის მიხედვით მონზაემონ ჩიკამაცოს პიესა შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე თამაშობ თავარ როლს არა აქ ამას მნიშვნელობა ხო და ეს წარმოიდგინეთ ახლა აი მე-17 საუკუნის ავტორია და ჩვენი ავტორი რო იმაში რა ქვია იაპონიაში რადგან და გახმაურდა ეს სოლომონ დოდაშვილი რო დადგა იაპონელები ჩამოდიან იაპონელები რა და როგორი პოპულარობა ჩამოდიან და ჩვენ რა გვიხარია რომ ნახავენ და წაგვიყვანენ ხო აბა რა თქვინდა ეხლა იმათი ჩამოსვლა ხო ნახავენ და წაგვიყვანენ და რამდენი დელეგაცია ჩამოდის მოდიან ჩვენთან და ეხლა ეს შეხვედრა ზამთარია კიტრი პამიდორი ხო იცი რაღაცა ეს ყველაფერი ჩვენი თანხით იმაში უთრა всё, მივყევართ რა. იმიტომ რომ ძალიან პოპულარული იწერება იქისა და მოდის ერთი დელეგაცია ელჩი ისა ვიღაცა და ნუ ერთი ასეთი შემთხვევაა, მაგიდა გავშალეთ. ჩვენი სადღესელოები ხო იცით და ველოდებით ეხლა ის როდის წამოდგება თლათთავარი რა და წამოდგა და ეხლა იტყვის რომ ძალიან მოვტოვარ და მიმყავს ხო იგამალა ეს არ მარადო რა თქვა ეს ძალიან კაი სპექტაკლია და თქვენი ქვეყანა მომწონსო და ეს სპექტაკლი ისე მოგწონსო რომ ჩვენ კიდე ჩამოვალ და ვნახავთ რა. მოკლედ ესე გრძელდებოდა 10 წელი. რამდენი სტუმარი მოვიდო და იტყოდნენ რა კარგია კიდე ჩამოვალ და არ გვინდა კიდე. წავედით რა, წავედით და წავედით 10 წლის შემდეგ ჩემ პატარა ბავშვები მყავდა. იმიტომ იაპონელები გაიზარდნენ ის ბავშვები, კაცო და რო ჩავედი იქ მართლა იაპონელები მონაწილეობდნენ რა. სპექტაკლში დიდები გამოვიდა. ხო, მამას მეძახნით რა, მამა წელიწადში გაიზარდა. ჩავედით იაპონიაში და ნუ ხო საოცრება არის რა, დავდივარ ჯერ სანამ აღიქვა მამას. უცხო პლანეტაზე ხარ, ხო? უცხო პლანეტაზე ვარ და ზუსტად აი ეს რო ჩავათავეთ რა, რო უკვე გაკვირვებას უკვე აღარ აქვს ის რა. ამ დროს მოდის ტელევიზიის ჯგუფი არ ვიცი იმედი იყო თუ ხო დაუშვათ მოვდიან ჩემთან და მეუბნებიან რომ თქვენო მთავარ როლს თამაშობთო და აი გვინდაო რომ მთელი დღე კამერა იყოს თქვენზეო როგორ დგებით და როგორ გადიხართ გარე და აი ის რომ თქვენ გიჟდებით იაპონიაზე ეს გვინდა და ქართული ტელევიზია იყო არა გიხუმრე კაცო იმათი რაღაცა იმათი იმედი რუსთავი ორი იყო ხო და წავედით ეხლა და კამერა დამყვება რომ რეზოს რაღაცა გაუკვირდება რა და არა და აღარ მიკვირს რა ხო და ეს რო გძნობ კამერას ამზე თამაშობ რო გიკვირს ხო არა მიკვირს იმიტომ რომ იმათ გამოვწერეს ჯგუფი და ფულ და
რაღაცა ხო მაგრამ მაინც ვერ შემატყვის ახტაცება ბიჭო და მე შეიკრიფა ჩქები აი და მომწონს რა აი გდო აი ხო და წამიყვანეს ახლა უფრო ხო რაღაც ბავშვისთვის ფეხსაცმელიც მიყიდეს იფიქრეს ეს შეერი ქვეყნიდან არის გაუკვირდება მადლობ მეოთხარი არაფერი ჩავაგდე არა იმიტომ რომ რეფერენტულად ხარ ხო რა უკვე არ მიკვირს რა არ მიკვირს და შემიყვანეს ახლა ჩინური რაღაცა წვრილი ქუჩა არის და ესო და დამანახეს ბუჩქი იქ ხო ყველაფერს იყენებენ რა იქ პატარა სახლი იყო იქ რაღაცა წყალი იქ თევს ეთამაშები არ მიკვირს ხა და არა მაგას არა ის ბუჩქი გაუკვირდებაო და მიმიყვანეს და ამხელა იმაზე არის ჩაის ბუჩქი მე ხლა ჩაის იქიდან მოდივარ აქ გურული კაცი ვარ სოფელში ჩაის როგორ გამაკვირდა ეს კაცი მიხსნის ახლა ჩაი რა მე ვთხარ ეს ჩაის ბუჩქი ვიცი მე ვთხარ არიციო შენ ეს იცი როგორ იკრიფებაო და ესო და ესო და ესო აბა მიდი შენო მე ვთხარ რა ვქნა დავკრიფო მიდი შენ და იცინია და აზრი არ არის რა არ უნახიაო ეგეთი რაღაცაო და ეხლა აი გეფიცები რა დღემდე მახსოვს რომ ბებიაჩემი დეიდაჩემი ჩაიში დავყავდი საკრეფო და მასწავლიდნენ რომ მარტო ესე კი არ უნდა ხნა იმან მითხრა ესეო მე ამითაც კრეფთი ამითაც და ამით ეს მასწავლე და მიდიოდა მივიდე მეთქი და აი ეს ხელში მიკავია თელი ბუჩქი თელი აი აგომა დებეთა მე მოკლედ ახლა გურულ კაც ლიხაურე ხო 16 თაყაიშვილიც ლიხაურელი იყო ახლა მინდა ჩავარდ ხო და ნუ ეგრე დამთავრდა გაკვირვების ავდა მაგრამ მაინც გაკვირვება ვერ ნახეს რა ვერ იფიქრეს ჩაით გავაკივებთ ჩვენ ზოგადად თავაზობთ ხოლმე სტუმრებს რომ რაღაც მუსიკალური რამ შეგვისრულოს მაგრამ ბატონი რეზო ამ შემთხვევაშიც ორიგინალურია და აქეთ შემოგთავაზა სიმღერა რომელსაც აქვს თავისი ისტორია გერმანულ-ქართული სიმღერა ეს არის თქვენი დაწერილი სიმღერა რომელსაც ეს არის ჩემი დაწერილი სიმღერა და აი დღეს მაცვია აი ეს მაისური აქ აწერია რეზო Leb dein Leben. საერთოდ ეს არის Leb dein Leben იცხოვრე შენი ცხოვრება. იცხოვრე იმ ცხოვრებით, რომელიც მხოლოდ შენია. იცით არის ადამიანს რაღაცა ის ჩაფიქრებული აუსრულდება და მე აი ამ სიბერეში ასე ვთქვათ მუსიკალური ის დამემართა მუსიკის წერა მელოდიების წერა დავიწყე და მინდოდა გერმანიისთვის ანგარიში ჩამებარებინა იმ 21 წლის განმავლობაში როგორ დამაფასეს არის სიყვარულის ფრაგმენტი მთელი ჩემი ცხოვრება არის გერმანიაში აი ეს ამაზე ქართული ნაწილი სიმღერა არის აი მინდოდა რითი გადაუხადო გერმანიას მადლობა ხო და სიტყვები და ეს რა ქვია სიმღერის ტექსტ სიმღერა ვიფიქრე რეპი რაღაც ისეთი ამ სიბერეში გავრეპე თუ გავრეკე აი არ ვიცი რა გარეპე ხო და აი რეპში ჩავსვი მთელი ის ისტორია როგორ ჩამოვედი მე გერმანიაში რა დამხვდა აქ როგორ დამხვდნენ რა შეგრძნებები მაქვს დღეს როგორ ავარ და აი ეს მინდოდა აი ამ მელოდიაში გადმომეცა მაგრამ თან ფიქრობდი ახლა გერმანიაში რომ ჩამოვედი მე ხო ჩამოვედი ქართველი მსახიობი ქართველი ხელოვანი მოდი ეს სიმღერა როგორღაც დავაკავშირდეთ ესე იგი ქართული კულტურის ექსპორტი მოხდა იქ და რა შეიძლება ქართული ტექსტი შეურჩიო რეპს რაღაცა და მოდი შოთა რუსთაველი ხო აი გავიდა ეს ენა შოთას ენა გავიდა თქვა და აი ესეთი რაღაცა გავბედე და მაყურებელს აი ამ განაბედს ჩვენ ახლა მოვისმენთ ჩვენს ბენდთან ერთად მე გეტყვით რომ ჩემ შოუს დასრულებისთანავე დაიწყება ერთხელ საქართველოსის მორიგი ეპიზოდი მე გემშვიდობებით მომავალ კვირამდე და თქვენ გითხოვთ ეთერს კარგად ბრძანდებოდეთ Dunkle Nächte, es war Krieg, Tod lag in der Luft, dieser die Angst, wie sie kam. In der Morgenruf, so viel Elend, so viel Leid, die der Krieg uns gab, ohne Sinn.
Ich saß im Flieger, sah nach unten, wollte nicht vertrauen, flog nach Deutschland in den Frieden. War das ein Traum, durfte spielen, durfte singen, ohne Angst zu haben, war das wahr. Hier fand ich Arbeit, fand ich Glück und ein Zuhause. Meine Kinder wuchsen hier sicher auf, lernte schnell, was es heißt, frei zu sein, frei zu sein. Es war nicht leicht, neu zu starten, doch es war okay. Bei so viel Hilfe, die ich fand, tat es nicht so weh. Ich bin beschenkt, hier zu sein, das ist mir klar. Danke dem Schicksal, dass es so gut zu mir war. Deutschland, du gabst mir Hoffnung, gabst mir Mut. Deutschland, du bist gut. Deutschland, du gabst mir Hoffnung, gabst mir Mut. Deutschland, du bist gut. Шайრობა პირველად სიფრისა ერთი დარგი საფრთხოს საფრთხოდ გასაგონი მის მელთაფრის დიდი მარგი ლაკაცა ეამების ლიცა ისმის კაცი ვარგი გზელი სიტყვა მოკლებით კვიშაირი ამათ კარგი ვითაც ხანსა შარაგზელი და გამოსდის დიდი რბება მოპურთალს ამოედანი მართაცემა მართლება მართ აგრეთვე მელექსეს ალექსთა თოდათ მადახება რა მისჭირდე საუბარი და დაუწყოს ლექსმანება მაშინ ნახეთ მელექსზე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მისვდეს ქართულსა და უწყოს ლექსმა ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არაკდა სიტყვა ძირობა ხელმა ჯოცემდეს ჩოკანსა იხმაროს დიდი გმირობა Deutschland, du gabst mir Hoffnung, gabst mir Mut. Deutschland, du bist gut. Deutschland, du gabst mir Hoffnung, gabst mir Mut. Deutschland, du bist gut. Noch einmal!